მოიჭამა თვითი. თბილისის ახლად შემოერთებული უბნების წყალმომარაგების საკითხზე მსჯელობენ დედაქალაქის საკრებულოში. თბილისის სხვადასხვა რაიონის გამგებელი და ფრაქცია ქართული ოცნება თავისუფლების წევრები კომპანია Georgian Water and Power-ის წარმომადგენლებს ხდებიან. კომპანიის წარმომადგენლები მათ იმ გეგმას აცნობენ, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის უწყვეტი წყალმომარაგება უნდა მოხდეს. საუბარი ეხება არა მხოლოდ შემოერთებულ უბნებში, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით არსებულ პრობლემებს და მიმდინარე სამუშაოებს. იწელება თბილისის წყლის მომარაგების პრობლემების მოგვარება, კონკრეტულად შემოერთებულ სოფლებს სერიოზულად აწუხებს ეს საკითხი. გვაინტერესებდა და ვიხილავთ საკითხს 24 საათიან რეჟიმთან დაკავშირებით, ტარიფებთან დაკავშირებით, ასევე დაზიანებულ მისადგომებთან დაკავშირებით და იმ პასუხისგებლობასთან დაკავშირებით, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, კერძოდ ვადებთან დაკავშირებით და ინვესტიციებთან დაკავშირებით. მე ვითხოვ თბილისის წყლის კომპანიისაგან, რომ მომაწოდოს ზუსტი მისამართები და ვადები თუ სად რომელ ქუჩაზე რა ვადებში სრულდება კონკრეტული სამუშაოები და ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია სოფელი დიღმის მოსახლეობა და მე ვაპირებ რომ ჭიდროდ ვიმუშაო მათთან ერთად რომ როგორც მინიმუმ დავგეგმო მომავალ წელს სოფელი დიღმის წყალმომარაგების საკითხი. თბილისის შემოერთებული ტერიტორიები თავის ტერიტორიული რაოდენობით ერთი იმდენი შემოერთდა, რამდენიც იყო ქალაქ თბილისის ძველ საზღვრებში. ამიტომ საკმაოდ რთული თემაა, ჩვენ ამ თემაზე მუშაობთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს 2015 წლამდე უნდა დავამთავროთ 24 საათიანი წყალმომარაგება, როგორც ძველ საზღვრებში, ასევე ახალ საზღვრებში მთლიანობაში. თანამდებობას ტოვებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი თენგიზ ადამიანს საკრებულოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება.